საქართველოს ფუტზალის თასის გათამაშებაში გამარჯვებული სოფელ ლიხაურის გუნდი გახდა, რომელმაც ოზურგეთელ საჩვენოს ფეხბურთელებს ძლია. სპორტის სასახლეში გამართული მინი ფეხბურთის ტურნირი, რომელშიც ოზურგეთისა და მუნიციპალიტეტის სოფლების გუნდები მონაწილეობდნენ, დაძაბულად ჩაიარა. ფინალურ მატჩში ერთმანეთს სოფელ ლიხაურისა და საჩვენოს გუნდი დაუპირისპირდნენ. თანაბარ ბრძოლაში გამარჯვება ლიხაურის გუნდმა ანგარიშით 2-1 შესძლო. ძალიან დაძაბული მატჩია და პირველი ტაიმის შემდეგ ჯერჯერობით სასურველ შედეგს ვახცევთ წარმატებისთვის ვიბრძვით და რა თქმა უნდა ვიბრძოლებთ იმისთვის გამარჯვებისთვის, რათა მივახცევთ სასურველ შედეგამდე და ამისთვის თავს დავდეთ. ძალიან კარგი ბიჭებია, შემართებით თამაშობენ, ძალიან კარგი გუნდია და ამიტომაც საუკეთესოები გავედით ფინალში და გაიმარჯვებს რა თქმა უნდა საუკეთესო და იმედია რომ ეს იქნება ლიხაური. ძალიან კარგია რომ ბევრი გულშემატკივარი ეცდება ამ თამაშებს და ძალიან კარგია იცით რომ ფეხბურთის პოპულარიზაცია ხდება ჩვენს რაიონში. გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება საქართველოს ჩემპიონატზე თბილისში ფუტზალში და დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით და ეს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია იმ ტურნირებს შორის, რომელიც იგეგმება და ჩატარდა ჩვენს რაიონში. ფუტზალში საქართველოს ჩემპიონატი ქალაქ თბილისში ჩატარდება და ლიხაურის გუნდი პირველობისთვის საქართველოს მასშტაბით რეგიონული გათამაშების გამარჯვებულებს დაუპირისპირდება.